ირანში უცნაური აფეთქება მოხდა და გამანადგურებლები გააქტიურდა სულ უფრო მყიფე ზავის ფონზე. ინფორმაცია, რომელიც ამ ორშაბათს 2026 წლის 27 აპრილს ვრცელდება, მიუთითებს ძლიერ აფეთქებაზე სადეღიეს რაიონში, თეირანის დასავლეთ ნაწილში. ამავდროულად ცნობები ასევე საუბრობენ გამანადგურებლების გადაადგილებაზე თეირანსა და ქარაჯის თავზე. ჯერ კიდევ არ არსებობს ოფიციალური და მკაფიო განმარტება იმის შესახებ, თუ რა აფეთქდა, ვინ განახორციელა ეს ქმედება, ან რომელი ობიექტი იყო მიზანში ამოღებული. მაგრამ ეს შემთხვევა ხდება ირანის რეჟიმისთვის ყველაზე ცუდ დროს, როდესაც ჰორმუზის სრუტე დაპირისპირების ქვეშაა. მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან ჩიხშია შესული და ამერიკული სამხედრო ყოფნა ახლო აღმოსავლეთის გარშემო იზრდება. აფეთქება ყურადღებას იქცევს, იმიტომ რომ ის მარტო არ ხდება, ის ერთვება ირანში აუხსნელი ინციდენტების სერიაში, რომელიც მოხდა ცეცხლის შეწყვეტამდე და მის შემდეგაც. ეხლა ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ გირჩევ, არხზე გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, სანდოობის უმაღლესი სტანდარტით. მილსონ ალუესი იმ სიახლეებში, რაც ვრცელდება, ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ეს აფეთქებები შეიძლება დაკავშირებული იყოს ფარულ ოპერაციებთან, რომლებიც საჯაროდ პასუხისგებლობის აღების გარეშე ტარდება. რეჟიმის სენსიტიური წერტილების დასასუსტებლად და უფრო დიდი ესკალაციისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. პასუხისგებლობა არავის აუღია. თეირანმა დამაჯერებელი ვერსია არ წარმოადგინა და როცა გამანადგურებლები ჰაერში ადიან დედაქალაქის მახლობლად, აფეთქების შემდეგ ეს სერიოზული გზავნილია. თვითონ რეჟიმსაც კი, როგორც ჩანს, ზუსტად არ იცის, საიდან მოდის ეს ზეწოლა. ეს არის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ. ირანი ცდილობს კონტროლის შთაბეჭდილების შექმნას, მაგრამ ყოველი ახალი აუხსნელი აფეთქება ზრდის დაუცველობის შეგრძნებას, თუ სტრუქტურა თეირანის ახლოს აფეთქდება. თუ მაცხოვრებლები საუბრობენ ძლიერ ხმაურზე, თუ სახაერო ხომალდები აქტიურდება და თუ მთავრობა ვერ ახერხებს სწრაფად ახსნას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ეს მარცხის სიგნალია. ჩვეულებრივ კრიზისშიც კი ეს უკვე სერიოზული იქნებოდა. კრიზისის დროს, როდესაც არსებობს საზღვაო ბლოკადა, ამერიკული ავიამზიდები, ბირთვული მოლაპარაკებები და ჰორმუზის სრუტეზე მუქარები ეს სტრატეგიულ განგაშად იქცევა. ჰორმუზის სრუტე კვლავ რჩება ჩიხის ცენტრად. სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, ირანმა შესთავაზა გახსნას სრუტე, შეერთებულმა შტატებმა მოხსნას ბლოკადა და დაასრულოს ომი, მაგრამ ბირთვულ პროგრამაზე მსჯელობა მოგვიანებისთვის დატოვონ. ეს წინადადება პაკისტანელმა შუამავლებმა მიიტანეს. და ეს აჩვენებს, როგორც ცდილობს თეირანი მოიპოვოს დრო ისე, რომ არ დათმოს ის საკითხი, რომელსაც ვაშინგტონი არსებითად მიიჩნევს ირანის ბირთვული იარაღისკენ სვლის შესაჩერებლად. ფაქტობრივად, ირანს ეხლა სურს შეამსუბუქოს ზეწოლა და ყველაზე რთული ნაწილი შემდეგ ეტაპზე გადაიტანოს. მაგრამ შეერთებული შტატებისთვის ეს მანევრად გამოიყურება. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე მკაფიოდ განაცხადა, რომ მთავარი პირობაა ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონის აღკვეთა. Associated Press-მა დააფიქსირა, რომ ტრამპმა თეირანიდან გაუმჯობესებული წინადადება მიიღო, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეჟიმს ამ გზით სვლა არ შეეძლება. ანუ თეთრი სახლი უსმენს, მაგრამ არ ჩანს, რომ მზად იყოს ბლოკადის გაუქმება ბუნდოვანი დაპირების სანაცვლოდ. სახელმწიფო მდივანმა მარლანა მარკო რუბიომ პრობლემა პირდაპირ დააყენა. ვაშინგტონისთვის ჰორმუზის გახსნა არ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ირანს მიეცეს უფლება გადაწყვიტოს, ვინ გაივლის, როდის გაივლის და რამდენი უნდა გადაიხადოს. გადასასვლელი საერთაშორისო მნიშვნელობისაა და შეერთებული შტატები არ სურს შეეგუოს იმას, რომ თეირანმა ეს კორიდორი შანტაჟის იარაღად აქციოს. სააგენტო ანადოლუმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუბიომ განაცხადა, ირანელები სერიოზულად ცდილობენ კრიზისიდან გამოსვლასო. მაგრამ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს ისეთი, რომ აღყვეთოს ბირთვული იარაღის განვითარება და მოიცავდეს დავის მთავარ საკითხებს. სანამ სიტყვები ვრცელდება, ზღვაში უკვე მიმდინარეობს ზეწოლა. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 6 ტანკერი, რომლებიც ირანულ ნავთობს ატარებდნენ, იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ ირანში ამერიკული ბლოკადის გამო. კრიზისმა ასევე ადამიანები დატოვა კონფლიქტის შუაგულში. Reuters-ის ინფორმაციით, ასობით გემი და დაახლოებით 20,000 მეზღვაური კვლავ ყურეშია ჩარჩენილი. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა გააფრთხილა, რომ ეს ეკიპაჟები სერიოზულ საფრთხეებსა და მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან. ეს მხარე აჩვენებს, რომ კრიზისი მხოლოდ კაბინეტებში არ არის. ის აწვება როგორც ზღვაზე მომუშავე ადამიანებს, ისე იმ კომპანიებს, რომლებიც ამ მარშრუტზე არიან დამოკიდებული და ოჯახებს, რომლებსაც არ იციან, როდის შეძლებენ მათი ნათესავები ამ რეგიონიდან გამოსვლას.
ამასობაში შეერთებული შტატები ზრდის სამხედრო ძალას ოპერაციების თეატრში. Military Times-მა აცნობა, რომ 3 ამერიკული ავიამზიდი ერთდროულად მოქმედებს ახლო აღმოსავლეთში, პირველად 2003 წლის შემდეგ. ესენია USS Abraham Lincoln, USS Gerald Orford და USS George A.W. Bush. მათთან ახლავს 15,000-ზე მეტი მეზღვაური და საზღვაო ქვეითები. ერთად ამ ჯგუფებს გადაჰყავთ 200-ზე მეტი საჰაერო ხომალდი, მათ შორის ელექტრონული ომის თვითმფრინავები, სტელს გამანადგურებლები და სუპერ ჰორნეტები. ეს ტექნიკური დეტალი არ არის. 3 ავიამზიდი რეგიონში ძალის დემონსტრირების გზავნილია. ისინი უზრუნველყოფენ შეტევებს, საჰაერო თავდაცვას, მეთვალყურეობასა და ოპერაციების მხარდაჭერას, სხვა ქვეყნების ბაზებზე სრულად დამოკიდებულების გარეშე. როდესაც ვაშინგტონი ამ დონის საზღვაო ძალას აგზავნის, ეს ნიშნავს, რომ დიპლომატია ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ სამხედრო ვარიანტიც მზადაა. ირანი ამას კარგად იცის. ყოველი შიდა აფეთქება, ყოველი ამოქმედებული გამანადგურებელი, ყოველი გადამისამართებული გემი და ყოველი საგანგებო შეხვედრა ზრდის შეგრძნებას, რომ ზავი შეიძლება დასასრულს უახლოვდებოდეს. მოძრაობა დიეგო გარსიაზე ამ სურათზეც მოქმედებს. ამერიკული ბაზა ინდოეთის ოკეანეში სტრატეგიულია, რადგან მას შეუძლია მიიღოს ბომბდამშენები, საწვავით მომმარაგებელი თვითმფრინავები, სადაზვერვო თვითმფრინავები და გემები. დოკუმენტში, რომელიც ვრცელდება, ესკადრონული ნაღმოსნების, პოიტოს, პოსეიდონის, თვითმფრინავების, მძიმე სატრანსპორტოებისა და საწვავით მომმარაგებელი თვითმფრინავების ყოფნა მუდმივი გაძლიერების ნიშნად არის აღნიშნული. ეს შეესაბამება ამერიკულ სამხედრო ლოგიკას, სტრუქტურის შექმნა მანამდე, სანამ უფრო დიდ გადაწყვეტილებას მიიღებენ. პირველად საწვავი ჩამოდის, შემდეგ თვითმფრინავები, მერე ხომალდები, როცა ყველაფერი მზად არის, მხოლოდ ბრძანებაა საჭირო. ირანული მხრიდან რეაქცია თითქოს ტრაბახსა და შეშფოთებას აერთიანებს. რეჟიმი ცდილობს თქვას, რომ მტკიცედ დგას, მაგრამ გარედან მხარდაჭერას ეძებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არახთი სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. იმავე დროს, როდესაც ჰორმუზის კრიზისი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს აჩერებდა. Associated Press-მა აღნიშნა, რომ ვიზიტი იმ დროს შედგა, როცა შუამავლები ცდილობდნენ დიპლომატიური გზის აღდგენას და ირანი რუსეთთან კონსულტაციებს ატარებდა ომის განვითარებაზე. ეს ვიზიტი რუსეთში აჩვენებს, რომ თეირანი თავს კომფორტულად არ გრძნობს. რეჟიმს სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა, სჭირდება იარაღი, სჭირდება დიპლომატიური დახმარება და უნდა აჩვენოს, რომ იზოლაციაში არ არის. მაგრამ მოსკოვთან დაახლოება ასევე აძლიერებს ამერიკელების შეხედულებას, რომ ირანს მხოლოდ მშვიდობა არ სურს, მას დრო სჭირდება. დრო, რათა ხელახლა მოაწოს თავდაცვა, დაიცვას მოკავშირეები, მოლაპარაკება აწარმოოს ნაკლებად სუსტი პოზიციიდან და შეინარჩუნოს თავისი რეგიონული ქსელი აქტიური, ეს რეგიონული ქსელი კვლავ პრობლემის ნაწილია. ჰეზბოლა ცალკე დეტალი არ არის, ის ირანის ერთ-ერთი ხელი რეგიონში. როდესაც ირანი უარს ამბობს შეიარაღებული მოკავშირეებისთვის მხარდაჭერის შეწყვეტაზე, ეს აჩვენებს, რომ მას არ აქვს განზრახვა უარი თქვას ირიბის ზეწოლის სტრატეგიაზე. საბოლოოდ აფეთქება თეირანში, გამანადგურებლები ჰაერში, ჰორმუზის ბლოკადა და 3 ამერიკული ავიამზიდი ერთსა და იმავე სურათს ქმნის. ირანი ალყაშია ცდილობს წინააღმდეგობას გაუწიოს მკაცრი რიტორიკით და ეძებს გარეთ დახმარებას, მაგრამ ისინი ყველა მხრიდან მზარდ ზეწოლას აწყდებიან. დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო ჩვენს საზოგადოებაში. მილსონ ალვესი,